მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ და დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარია დეა ყოლბაია, პათოლოგ-ანატომი და მეცნიერების პოპულარიზატორი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს და დავიწყოთ თავდავიწყება. დღევანდელი პოდკასტის თემა დავარჩიეთ ტოქსიკური ურთიერთობები და მიჯაჭვულობები. სხვათა შორის ჩემთვისაც საინტერესოა, რომ ეს თემა მუდმივად მუსირებს და რომ ვაკვირდები ხოლმე ტენდენციებს, ძალიან ინტერესდებიან. ეს არ არის შემთხვევითი. ფაქტია, რომ ჩვენ ვიმყოფებით როგორც ჩანს, არა მხოლოდ პირად ურთიერთობაზე ლაპარაკობ, შეიძლება სამსახურებრივ ურთიერთობაში, შეიძლება სამეგობროში, რაღაც გაგებით ტოქსიკურ ურთიერთობაში, გვაქვს მიჯაჭვულობა, შეიძლება ამის შესახებ არც ვიცოდეთ, გვაზიანებს კიდევაც შეიძლება ეს ურთიერთობა, მაგრამ გამოსავალს ვერც ვხედავთ, ვერც აღვიქვამთ და არც ვიცით, როგორ უნდა გამოვიდეთ და დავახციოთ თან. მოდი ჯერ პირველი კითხვა იყოს, რომ რას ნიშნავს ეს ტოქსიკური ურთიერთობა, ხო ეს ტერმინი რომ შემოვიდა, რას გვეუბნება და ეს მიჯაჭვულობები. და ეს მიჯაჭვულობები ცალსახად ცუდია თუ შეიძლება კარგიც იყოს. ტოქსიკური ნიშნავს, რომ შენ ხარ ცუდად. ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერება, ეს არის ნივთიერება, რომელიც გიზიანებს სხეულს. და შემდგომ სომატო-ფსიქიკური მექანიზმით გუნება განწყობილებას, ფსიქიკურ მდგომარეობას. ვინისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა გამოიწვევს მასში ნეიროქიმიურ პათოლოგიურ ძვრებს, ანუ პათონეიროქიმიურ პროცესებს. ეს შეიძლება იყოს ნივთიერება, შეიძლება იყოს ურთიერთობა, სიტყვა და ასე შემდეგ. ტოქსიკური ურთიერთობა ნიშნავს, რომ შენ ამ ადამიანთან ცუდად ხარ. გაზიანებს არა მხოლოდ მისი სიტყვები, თუნდაც მისი ყოფნა. თუმცა რასაკვირველია, მთავარი პრობლემა არის ის, რომ თუ გაზიანებს, მაშინ რატომ ხარ ურთიერთობაში? ადამიანი დაგაზიანებს იმდენად, რამდენ უფლებასაც შენ მისცემ მას. ამიტომ, როდესაც საუბარია მსხვერპლისა და ჯალათის ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა, სტოკჰოლმის სინდრომი წამყვანი. თუ მე არ ვიმსახურებ ამ ურთიერთობას, მე ამ ურთიერთობას ვწყვეტ. პრობლემა იმაშია, რომ მე ურთიერთობას ვაგრძელებ და კითხვა უნდა დაისვას, თუ ცუდად ვარ, რატომ ვარ მაშინ. აქ შემოდის რამდენიმე ფაქტორი. პირველი. თუ ეს ადამიანი ოჯახის წევრია, რას იზამ? ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს დედმამა, დედმამის შვილები, მეუღლე, შვილები, რას იზამ? ხო არ მოიუსვრია ამათ ესე ჟარგონზე რომ ვთქვათ, ხო? შენ გაკვალდებულება, ნათესაური კავშირი, სისხლის ყივილი. ერთადერთი გამოსავალი არის აგრძელებ ზრუნვას, მაგრამ მათი ცხოვრებით აღარ ცხოვრობ. ანუ გაქვს დისტანცია და შენი პირადი საზღვრები დაცული გაქვს. პრობლემა იწყება როგორც კი ამ საზღვრების წაშლა იწყება და შენ იმაზე მეტად შემოუშვებ. აი აქ ზომიერების დაცვა ეს არის სიბრძნის კომპეტენცია, რამდენად ბრძენი ხარ შინაგანად. თუ ბავშვობიდანვე ეს ტოქსიკური, ანუ ფსიქოლოგიური ძალადობა, შემდგომ ფიზიკური ძალადობა, ეს ხო გრადაციაა. თუ ამის მსხვერპლი ხარ, შესაბამისად გოგო ირჩევს ისეთ ვაჟს, რომელსაც ესეთი მავნე ტოქსიკური ზემოქმედებები ახასიათებს. ანუ სტერეოტიპი აქვს ის, თulis რომ აბა სხვანაირი როგორი უნდა იყოს ურთიერთობა, იმიტომ რომ სხვა მოდელი მას ქცევის არ აქვს. ანუ თუ ოჯახში, მოდი ესე ვთქვათ, აი გოგოზე რადგან თქვენ თუ ნახსენთ, გოგოს აქვს არაჯანსაღი საზღვრები დედასთან და მამასთან, მას მუდმივად ურღვევენ ამ საზღვრებს, მის ავტონომიურობას პატივს არსებენ, შემდეგ დასრული ეს გოგონა ისევ ირჩევს ისეთ პარტნიორს, რომელიც ასევე დაურღვევს მის საზღვრებს, მის ავტონომიურობას პატივს არსებს და შეიძლება ფიზიკურ ძალადობაშიც გადავიდეს. შეიძლება არც და ფსიქოლოგიური შემოისაზღვროს. კი, ის ავტომატურად ეძებს ისეთ მოდელს ურთიერთობისა, რომელიც მან გამოიარა, რომელიც მას აქვს ჩაწერილი როგორც ინგრამა. აი, ეს საინტერესო არის. და ალბათ ბევრს უფიქრია, ყოველთვის მე ვფიქრე, რატომ არის ეს ასე? აი, ამით რას ვაკეთებთ? მე გამიგია, რომ ეს არის მცდელობა, რომ გადავწეროთ ბავშვობის ტრავმები. იქნებ ამ ახალ ურთიერთობაში მომეცეს შესაძლებლობა, რომ გადავწერო. ესია თუ კიდე რა აი ეს განმეორებითი იცით, აქ ძალიან ბევრი ფაქტორია. აი, ნესი
დაუელია თუ არ ვწდები. მოკლედ მე შეიძლება მეშლება გვარი, ვერ ვიმახსოვრებ კარგად გვარებს. ეს ქალი არის ჩვეულებრივი ამერიკელი ფსიქოლოგი, რომელსაც ეკუთვნის ესეთი ფუნდამენტური შრომა ფსიქოტიპებს. ჩვენ ხომ მოჩვენებითად ჰომოგენური ვართ. ჩვენ ყველანი ვიყოფით არა მხოლოდ სქესად, პოლარობად, თქვათ, უამრავი შუალედური ფორმები, არის ფსიქოტიპები, არის, თქვათ, აი მაგალითად შიზოიდური ტიპი, რომელიც შიგნით არის ჩატრიალებული, არის აი მაგალითად ნარცისული ტიპი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია გარემოზე და დამოკიდებულია სხვის შეფასებაზე და ამიტომ ეს ხო და ავთვისებიანი ნარცისიზმი არის სწორედ ეს ბულინგი ფსიქოლოგიური, რომ დაიმკვიდროს თავი. თავარი პრობლემა რა არის? როდესაც მე მაგალითად უფრო მეტად ვიმკვიდრებ თავს შენთან, ვიდრე საჭიროა. და ამ დამკვიდრებას, თვით დამკვიდრებას მე ვახდენ შენი დამცირების ხარჯზე. იმიტომ რომ მე რომ გავიზარდო და მე რომ ტრანსფორმაცია განვიცადო და ამას ჭირდება შრომა. და გაცილებით ადვილია, რაც ფარის ვიყო და შენ დაქციო ქვევით. ანუ მე კი არ გავიზარდო, არამედ შენ დაქციო ქვევით. ეს არის აი ბულინგი, ეს არის. ხო. ტოქსიკური ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავს ახვევს თავის კანონებს, თავის პრინციპებს, არ ღვევს, აი მე გირღვევ შენს საზღვრებს. ხო? მეორე მომენტი, ამას მე ვაკეთებ თვით დამკვიდრების ხარჯზე, შენ გაკნინებ. და მე გარწმუნებ რომ შენ გეჩვენება რომ მე შენზე ვცალად. გასლაითინგი რა. ხო, გასლაითინგი. ანუ აი გახსოვთ კიდევ არის ეს ძველი თაობას ახსოვს ეს ფილმი არის გაზის სინათლე, სადაც ქმარი, ეს არის ესე იგი ინგლისი, ჯერ კიდევ გაზის ლამპებია და ეს კაცი, ესე იგი აძლიერებს ამ გაზის ნათებას ლამპის მერე ასასწრებს. ეს ცოლი სახლში მარტოა. ვითომ სახლიდან წავიდა. ამ დროს მე სადღაც ფარდულშია, სადაც აი ამ გაზის ცვლილებით, ხო, ეს ხალი ხო ხედავს, რომ ეს გაზი მოიმატა, დაიკლო, ხო, რატომ ვერ იგებს? შემდგომ ეს კაცი ბრუნდება სახლში, ვითომც არაფერი და ეს უყვება ესე და არა, ეს აგიშებს მოკლედ, ხო? ეს ერთ-ერთი ფორმა ძალადობის ფიზიკური. აი დაახლოებით ამ დაგვარი ძალადობა, მე ვთქვათ, შენ გარწმუნებ, რომ შენ ეს გეჩვენება. ეს ქმარი არ წუნებს, რომ შენ გეჩვენება. შემდგომ შენ არა გაქვს უფლება გააკრიტიკო ჩემი უარყოფითი თვისება. როგორ მე შენ ახლა ამდენი პატივი გეცი, მე გადაგყევით ან ესე იგი გვერდში გიდგავარ და შენ ახლა მე ამას ესე იგი მსაყვედურობ, ხო? და შენ მე გემუქრები რომ თუ შენ ასე გააგრძელებ, ჩვენ ერთად აღარ ვიქნებით. მე აღარ ვიქნები შენი მეგობარი, მეუღლე და ასე შემდეგ და ესე შემდეგ, ხო? შენ ისე ხარ მობმული ჩემზე. რომ კარგი უნდაც არ წახვიდე და ანუ ესე იგი სახელდებაც კი არ შემიძლია ცუდი საქციელის თუნდაც რომ ეს არ მომდის ანუ კრიტიკა ნული შენ არ გაქვს უფლება მე გამაკრიტიკო თუ თქვენ თქვათ ფაქტზე დამიჭერ ხო როგორ ესე იგი შენ მე ესე მიკირკიტებ შენ ესე ეძიებ შენ კონფლიქტი გინდა ჩასაფრებული შარზე ხარ ხო ძალიან გზნობიარე ხარ გიჟი ხარ აი არის ესეთი ისე კი ანუ ესე იგი ჩემი შენ გითხარი ეს მომენტია და მესამე მე შენ გიუფასურებ შენს მიღწევებს და შეიძლება ემოციებს რასაკვირველია ემოციები მიღწევები მე შენ გარწმუნებ რომ შენ უჩემოდ არაფერი არ ახარ შენ ჩემით ხარ ყველაფერი და მე უნაკლო ვარ და თუ კი რამე შარს მომდებ, ხო, ეს შენი პრობლემაა. ხო? ანუ ეს არის манипуლირება, ესე ქვია ემოციური საქანელა. ჯერ ხოტბას შეგასხამ, ესე იგი აგიყვან ცაში, ესე იგი ასე შემდეგ და მე უცბად ამის ნიველირებას ვახდენ. და ამისი პოლარული ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც აი სახალხოთ, აი სუფრაზე, სამეგობროში, ხომ, ესე ხუმრობით მე შენ დაგაკნინებ. ხო, ის რო შეიძლება გატირო. და რა იყო რა გატირებს? აი სულელი არის ახლა ესა. აი სულელი რა. ამ დროს ეს იუმორ შეფარული, ესეთი, ხო. ძალიან ტიპურ შემთხვევას ამბობთ ახლა თქვენ. აი საშიშად ტიპურია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ნუ ახლა მე ქართულ რეალობაზე ვამბობ, სხვაგანაც ასე. ადამიანი ადამიანია, თქო უნდა განსხვავება კულტურული კლიშეები, სოციალური ფენი, მაგრამ ყველგან არის, იმიტომ რომ ყველგან არის ეს ტიპი, ეს ნარცისული ტიპისთვის არის დამახასიათებელი, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრებას ახდენს სხვისი დამცირების ხარჯზე. აი აქ საინტერესო რა არის, იცით? აქცენტი რომ გადმოვიტანოთ, ახლა ჩემთვის უფრო საინტერესო, უფრო რას ნიშნავს, მაგრამ საინტერესოა
აი მსხვერპლის როლში ვინც არის? ის იმის გონებაში რა ხდება? მთელი პრობლემა გავიგეთ რომ ის გიჟდა გადარეული. გავიგეთ რომ ის ნეგატიური პერსონაჟია. შენ რატომ ითმენ? ხო. აი აქ არის ერთ-ერთი თავი, ესეთი ძაღლის თავი დამარხული, როგორც იტყვიან. ეს არის ძირითადად ის ტიპაჟი, ყველა ვერ არ ექცევა ასეთ ბულინგს, არის კატეგორია ადამიანების, აი როგორც კი იგრძნობს ამ ძალა, stop, არც ურთიერთობა მინდა, როგორც რაღაც ჟარგონისთვის ჯანდაბამდე გზა გქონია, არას თქმა შეუძლია. რომ მე შენთან ურთიერთობის გარეშეც გადასარევად ვიქნები. კი, მიყვარხარ, ვიდარდებ, მაგრამ მე ეს შეურაცხყოფის ფასად არ მიიღებს. ანუ ეს არის იგივე კიდე ქალი, უფრო მეტად ეს ქალები არიან მსხვერპლის როლში. ხო, შედარებით იშვიათია, რომელიც ესე ვთქვათ, ქმარს აბულინგებს ასე და ქმარი ესე. მაშინ ეს არის ის ქალი, ისეთი ტიპის, რომელიც არჩევს შედარებით ფემინური ტიპის მამაკაცს, აი რომელსაც ჟარგონზე რომ ვთქვათ, ხელზე დაიხვევს და ასე შემდეგ. ეს შედარებით იშვიათია. თუმცა შეიძლება მოხდეს მეგობრებს შორის, შეიძლება მოხდეს სამსახურში გათამაშდეს ეს როლები. კი ბატონო. ძალიან ხშირად. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს ადამიანი, ტოქსიკური ადამიანი, როგორც წესი ეს არის ეკოცენტრული ადამიანი. უსამართლო ადამიანი. მტაცებელი ტიპი. აი რომელსაც მეორე მომენტი კიდევ რა, პათოლოგიურად მატყუარ. ანუ მე შემიძლია მაგალითად გითხრა, რომ რა გინახ პრობლემები გაქვს სამსახურში. წამოდი მაქედან მე გიშოვი მაგაზე უკეთეს. ეხლა ჯერ შენ ფიქრობ, რომ ალბათ რაღაცა აქვს ბერკეტები რომ იშოვოს და რაღაცა და შენ თუ ხარ მიმდობი ტიპი, შენ მოდიხარ სამსახურიდან და მეუბნები რომ აი წამოვედი, ხო? მართლა, აი ეხლა მე გაგიგებ ესე და ერთი კვირა გავთიშავ ტელეფონს. ხო. ნუ ერთი კვირის მერე გეტყვი რომ ნუ ესე იგი აი ტელეფონი მომპარეს და ჩამოვთვლი და აი ყველაფერი აი იქ ვიყავი და აი არ გამოვიდა. ღრას მიზამ ხო არ მომკლავ? კი, მისაყვედურებ, მაგრამ შენ გადაწყვეტილებაა, ხო. მე როგორ მინდოდა გულით დახმარებოდი. ამ დროს მე შენ ეს გითხარი, ისე სიტყვის მასალად, რომ იმ მომენტში შენ ესე ჩამოგვარდნოდო, რომ მართლა, ესე იგი დედა მეშველა, ესე იგი შენ ნახეთ, აი ამ დროს შენ ფიქრობ, რომ აი რატომ მითხრა ეს დეამ, ვინ ეკაჩებოდა ენაზე, ხო? ამ დროს ჩემი ფსიქიკა არის მოწყობილი ისე, რომ მე აი ამ მომენტში საზრდოობ შენი გაოცებით და შენი ახტაცებით, მე არანაირი პასუხისმგებლობა მომავალზე არ მაქვს, ტიპაჟია ასეთი, ფსიქოპათიური ტიპია, რაც შენთვის ჯანმრთელი ადამიანისთვის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ შენ ხო ამას არ იზამ. შენ ხო ადამიანს არ დაპირდები, ის გაკეთებაც არ შეგიძლია და შენ ვერ ხვდები მე ეს რატომ გავაკეთე. ხო ალბათ დეას არ გამოვიდა. რა ძალაუფლების თამაშები. შენ იწყებ ეხლა ჩვენ მივდივართ მსხვერპლის ფსიქოლოგიამდე. შენ იწყებ შენში ჩემი საქციელის გამართლებას. მსხვერპლის მთავარი მინუსი, რითაც მანიპულირებს ტოქსიკური ადამიანი არის ის, რომ მსხვერპლი თვითონ იწყებს აი ამ მოძალადის გამართლებას, რომ აბა როგორ შეიძლება ასეთი ცუდი იყოს ეს ადამიანი. რამდენი კარგი აქვს? ხო, ეს ხო აი ამ ეს და ის მთავარი რაც არის, რომ ის არის პათოლოგიურად მატყუარი. ის არის ემპათიის უნარ მოკლებული. მთელი მისი ემოციური თანაგრძნობა ეს არის ზედაპირი. ეს არის ჟარგონზე რომ ვთქვათ პონტები. ეს არის განსაკუთრებული ფსიქოტიპის ადამიანები, ძირითადად ნარცისული ტიპის ადამიანები, რომლებიც საზრდოობენ აი იმ დროს, აი იმ აწმყოში ემოციით ადამიანის. ამით ცხოვრობს, აი ამ პონტებით, აი ამ სცენარებით ცხოვრობს. ანუ ის მსხვერპლი მასზე ხდება დამოკიდებული ემოციურად, ეს მისთვის ძალაუფლების ეს არის ძალაუფლების მანიფესტი. ეს იმ დროს ცხოვრობს და ამ ტიპებს რა ახასიათებთ? მათ როგორც ობიექტური რეალობა წარსული ახსოვთ, მაგრამ ემოციურად არ ახსოვთ. ანუ ის წარსულში არ ცხოვრობს, ანუ მას არ აქვს სინდისის ქენჯნა. შენ სინდისი გაწუხებს იმიტომ, რომ წარსული გახსოვს, იმეორებ იმას და დედა ეს რა დამემართა, ჩემი სიკვდილი არა, ეს როგორ მოხდა ეს და ეს შენ იტანჯები, თვითგვემაში ხარ. ესე იგი, ამ ადამიანებს, მოძალადე ადამიანებს, ფსიქოპათებს, რომლებიც შეთავსებით ასევე არიან თაღლითები.
ანუ თუ ესე იგი დაისახა მიზნად რომ შენ დაგიმეგობრდეს, იმიტომ რომ მაგალითად შენთან შემოვიდეს ნდობაში და შემდგომ შენს ქონებას დაეუფლოს, ხო? ის შენ ემოციურად მიიგებავს. ეს კი პირველი თვეები, თაფლობის თვეები არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მეუღლე, მეგობარი და ასე შემდეგ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს სადამდე დამიწყდება ფიზიოლოგიის დონეზე. ის მთავარია ფსიქოლოგიურ კომფორტში გამყოფებს და შენ თვლი რომ აი ამაზე უკეთესი მეგობარი არ გყავს, ხო? და რა ბედნიერება ყველას ხომ არ აყავს ასეთი, ხო? აი შემდგომ ნელ-ნელა ხდება შენი საზღვრების წაშლა. ნელ-ნელა ხდება მისი ნების განხორციელება შენი ნების ნიველირების ხარჯზე და საბოლოო ჯამში თუ ის თაღლითური გეგმით არის შემოსული, როგორც წესი ის ახერხებს და შენ გაყენებს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ეკონომიკური ზარალის მოყენებას. მატერიალურადაც გაზიანებს და ამას აკეთებს ისე, რომ ყველაფერი შენი ნებით არის დათმობილი და შენ სასამართლოს დონეზეც ვერ ახერხებ შენი სიმართლის დაცვას. ანუ მთლიანად გაკოტრებული ხდები ფსიქოლოგიურად, მატერიალურად, ემოციურად, ყველანაირად განადგურებული. რა თქმა უნდა, ეს შენთვის გაკვეთილია. და შენ უკვე ზურგიდან ცნობ, მაგრამ დანაკარგად აი აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რატომღაც არჩება მას თავის მიზეზები აქვს და შეიძლება ამიტომაც მაინტერესებს ეს უფლებები და ქალის უფლებები, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო პერსონაჟია მსხვერპლი. აი თქვენ რო ახსენეთ ახლა ის მომენტი, რომ წარსულში არის და თვითგვემაშია, ეს ძალიან დამახასიათებელია მსხვერპლისთვის, რომელიც მუდმივად და ამას შეიძლება ფუთავს, რომ მე როგორი სინდისიერი ვარ, როგორი შეიძლება ქრისტიანი და რელიგიური და ამას საერთოდ კავშირი არ ქონდეს არც ქრისტიანობასთან, არც რელიგიურობასთან და არც წმენასთან. და გამუდმებით წარსულში ქექვა, თვითგვემა, დანაშაულის განცდები უკან სინამდვილეში იმალებოდეს დაბალი თვითშეფასება და კიდევ უფრო სიღრმისეული დეფექტები. ოღონდ ამის აღქმა და გაცნობიერება იმიტომაც არ ხდება, რომ აი ესე რომ დავაყენოთ მსხვერპლი და მოძალადე, რა თქმა უნდა მოძალადეა დამშვიდე, მსხვერპლი არის მსხვერპლი, ახლა მართალი ვარ თუ მსხვერპლი აბა რა ვარ. აი მე მგონია რომ ამიტომ არის რთული მსხვერპლის გამოყვანა თავის როლიდან, იმიტომ რომ ის ხო მართალია. და აი ამიტომ მინდა რომ ვისაუბროთ უფრო მეტი მსხვერპლზე, რომ ფაქტობრივად მსხვერპლი არის ის გარდაუვალი ასე ვთქვათ, ქვაკუთხედი, რომელიც ქმნის ამ ტოქსიკურ სამკუთხედს, მოძალად უშვებს, ასაზრდოებს. აი მოძალადე გადამჩენელი მსხვერპლი მე კიდევ კარგად გავშალოთ თუ გნებავთ ეს თემა, თუმცა აი ამ კუთხით მინდა რომ მოძალადე მსხვერპლის გარეშე ვერ ისაზრდოებს. აი ესეც გავშალოთ კარგად. აი მსხვერპლის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის ამართლებს მოძალადის ქცევას. ეს მე მეჩვენება ალბათ. თან ეს ხომ მუშაობს ეს მოძალადე, შენ გეჩვენება. ხომ ასე? აი და აბა ჩემს გარეშე როგორ იქნები? აი მე შენ აი ამდენის თაფლობისთვის ხო გაატარა, ეს იდეალურად ხომ მოაჩვენა თავი და ამის მერე შენ კიდევ მე მიკირკიტებ და ამ წვრილმანებზე, ანუ უკრძალავს გაკონტროლებას, როგორ კადრულობ, მე როგორ მაკადრებ ამ კონტროლს, რაგანა მე არ მენდობი და ეს ნდობის დეფიციტი ჯანმრთელი ადამიანისთვის ხო მტკივნეული თემა. და აი მსხვერპლი, რომელიც თვითგვემაში ვარდება, ეს უკვე პირველი დიდი მიღწევაა ამ მოძალადის, ხო? უკვე ნიშნავს, რომ მან მთლიანად წაშალა თავისი შინაგანი საზღვრები და შემოუშვა. თვითგვემაშია, თვითონ ამართლებს ამ მოძალადის ქცევას, რომ ალბათ მეჩვენება და ამაში არ წმუნებს მოძალადე და შემდგომ აი მე ახლა მოვიქცევი ისე, რომ მართ სიტყვით ხომ ვერ ვარწმუნებ, მაშინ მე ქცევით და იწყებს აი ამ თავისი საქციელებით საჩუქრების კეთებას, რომ ის ნამუსზე ავარდეს. ანუ მსხვერპლი. და გონია რომ ამით ის მიხდება. რომ სიკეთით გადაძლევს. ეს მეორე დიდი შეცდომა. სიკეთი. და ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე მოძალადეს გაეხსნა ახალი ასპარეზი. წახალისებს, ხო? ანუ მე გჩუქნი იმის იმედად, რომ შენ დაინახო ჩემი ხელგაშლილობა, დაინახო ჩემი საჩუქარი, ამ დროს ის თulis რომ ეს მას ეკუთვნის. ეს მისთვის მონაპოვარია, ეს კიდევ ერთი მისი საჩუქარია, ეს რწმუნდება, რომ მისი სტრატეგია სწორია. ანუ მეორე შეცდომა მსხვერპლის, რომ
თვლის, რომ თავისი სიკეთით, თავისი ხელგაშლილობით, თავისი საჩუქრით, თავისი დათმობით, თავისი ხოთი ის შეცვლის მოძალადეს, ის ნამუსზე ააგდებს, ხო? ის დაანახებს რა თავის სიკეთეს ის მოატრიალებს, ამიტომ მაშინ როდესაც მოძალადეს არ აქვს ინდისის ქენჯნა. ყველა საჩუქრს ის იღებს როგორც მეკუთვნის. და მესამე, რაც არის მოძალადისთვის დამახასიათებელი და მსხვერპლისთვის. მოძალადეს არ აქვს რა სინდისის ქენჯნა. ის ამავდროულად, ანუ წარსულში არ ცხოვრობს, ის არ ცხოვრობს მომავალშიც. ანუ ის პასუხს არ აგებს. სწორად უცხოვრია, არც მომავალზე და ხო, აი ეს აქ და ამჟამად. ხო, აქ და ახლა ფსიქოპათებისთვის დამახასიათებელია, ოღონდ ცუდი გაგებით. ხო? ანუ სინდისის ქენჯნა არ აქვს, ანუ წარსულში არ არის. მომავლის არ ეშინია, იმიტომ რომ მომავალზე არ ფიქრობს, ის ტკბება აწმყოთი და საზრდოობს მსხვერპლის განსაცდელით. მიაღწია და ათქმევინა ხო. მიაღწია და აუკრძალა კრიტიკა. მიაღწია, აუკრძალა კონტროლი. ახლა ისმის კითხვა, რომ ამდენ შეცდომას მსხვერპლი რატომ უშვებს? იმიტომ რომ თუ ამ მსხვერპლს არასდროს არ ჰქონია შეხება თაღლითთან. არ ქონია ნორმალურ ოჯახში გაიზარდა და ეხლა მსხვერპლის კომპლექსი არ ქონია გამომდინარე იქიდან, რომ თქვათ ნორმალური დედმამა ყავდა, არც აბულინგებდნენ, არც უკრძალავდნენ, მაგრამ აღიზარდა ოჯახში, სადაც იყო ტრადიციები დაცული. ეს შეიძლება შვილო, ეს არ შეიძლება და ჩვენ საზოგადოებაში ხო 100-დან 80 არ შეიძლება. ხო? ანუ თუ ეს არის ისეთი ადამიანი, ადეკვატური ადამიანი, თბილი ადამიანი, რბილი ადამიანი, მზრუნველი ადამიანი, რომელსაც არ ქონია შეხება სისასტიკესთან და ამ სისასტიკეს ის არ აღიქვამს როგორც სისასტიკეს, ის თვლის რომ ეს ადამიანი არის აი ასეთი ტიპი, მაგრამ უყვარს ასე. რომ კი ეს სიმკაცრეა, ეს უსამართლობა, მაგრამ კარგი ადამიანი, აი როგორი ურთიერთობა გვაქვს. ის არ უშვებს იმას, რომ ეს ადამიანი ფსიქოპათია. იმიტომ რომ თვითონ ეს გამოცდილებაში არ აქვს. ანუ ცუდი თაღლითი მას არ შეხვედრია. და თვლის რომ სიყვარულია მთავარი. დანარჩენს მიამიტურია, გულუბრყვილოა და კარგავს ყველაფერს. და ეს დაკარგვა იწყება პირადი საზღვრების რღვევიდან. თუმცა ქავატონდია, ჩანს აი ხა თქვენ ახსენეთ ძალიან ესეთი ნიშანდობლივი მომენტი, რომ თუ კი ადამიანს ჯანსაღ გარემოშია გაზრდილი, აპრიორი უნდა ჩავთვალოთ, რომ აქვს ჯანსაღი საზღვრები. ჯანსაღი საზღვრების ადამიანი, ხო, როდესაც მიხვდება, რომ მის ემოციებს, მის განცდებს, მის გამოცდილებას პატივს არსებენ, ის გაავლებს საზღვარს. გაავლებს თუ ამდენი ჭკუა და სიბრძნე ყოფნის. თუ მას არ ყოფნის გამოცდილება. თუ მას არ ყოფნის, აი მაგალითად ოჯახები, სადაც არის ბულინგი, ხო? აი ორი მიმართულებით შეიძლება წავიდეს. პირველი, რომელიც თვლის, რომ მთელი ცხოვრება უნდა მაბულინგონ და ასე უნდა იყოს და მეორე, არა, მე ვიცი შენ რას აკეთებ. მე გამოცდილი მაქვს. მე ვხედავდი ჩემს ოჯახში, რომ ასეთი ბულინგი იყო და შენ ეს ჩემთან არ გაგივა. იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპებია. ხო? თუ შენ არ გაქვს გამოცდილებაში ბულინგი და შენ მიიღე ეს მეგობრისგან, ქმრისგან, ცოლისგან და ასე შემდეგ, ან შვილისგან, ხო? აი მე უკვე დგება დღის წესრიგში, მე რა ვქნათ? აი მივხვდი რომ შენ მე მაბულინგებ. მივხვდი რომ შენ საზრდოობ ჩემი განცდებით, ემოციებით და მინულებ ჩემ დამსახურებას. მოძალადე ხარ, მაგრამ ოჯახის წევრი ხარ, შვილი ხარ, და ხარ, ძმა ხარ, ცოლი ხარ. ხო, შვილზე ძალიან რაღა ვქნათ მე. ხომ ეს ხო დგას დღის წესრიგში. აი იმისა და მიხვდეთ რამდენად გიღირს შენ ეს ადამიანი, ხო? ყველაზე მთავარი რა არის? თურმე. თუ ეს არის ამხანაგი მეგობარი, გასაგებია ჩაჭრი ურთიერთობას და შენ არა ხარ სხვა იქნება, სხვას დაუმეგობრდები და ასე შემდეგ, ხო? ოჯახის წევრი, მაგალითად შვილი. პირველი თურმე რაც უნდა გააკეთო. აი გააქვს მაგალითად ოროთახიანი სახლი. ყიდი. და ერთ ოთახს, როგორც შენ შვილს, შენ ხო შვილია, აძლევ და გააქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ იწყებ იზოლაციას. იმიტომ რომ თუ ეს არის ფსიქოპათური წყობა ტვინის
ეს ტვინში მოხდა, გენებში აქვს ეს. მე არ მქონია, მაგრამ ვიღაცას ჰქონდა და გამოყვა. ან მუტაციის შედეგი არასაკვირველია ეს, ხო? ხო? ესე იგი ეს ადამიანი გამოსწორებას ამ სიცოცხლეში არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, სანამ მე ცოცხალი ვარ, ეს ასე იქნება. ანუ ჭიპლარი დროზე უნდა ჩაჭრა. აი თუ იმან შენ ესე იგი შენში დაიჭირა ეს მომენტი რომ შენ სულ ხელს დააფარებ ხო დედა რა ვქნა ხო შვილო ხო ანუ ის დარწმუნებულია იმაში რომ შენ აპატიებ ის გამოუსწორებელია ის რეციდივისტია მან უნდა წაიტეხოს ცხვირი ის უნდა მიხვდეს რომ ეს ყველასთან არ გაუვა და პირველ რიგში დედა არის და მამა გადამწყვეტი თავის დროზე ჭიპლარის ჩაჭრა აი ეს არის პირველი ჩვენება თუ ეს არის ქმარი და თუ შენ გადაწყვეტილი გაქვს რომ შეაკვდე, ხომ? ეს შენი გადაწყვეტილებაა და ის შენ მოგინელებს. ისე რომ მას სინდისის ქენჯნაც არ ექნება. აი მთავარი კიდევ ერთი შეცდომა მსხვერპლის არის, რომ მე გამოვასწორებ. ხო, აი გადამრჩენელობა. ხო, მე გადაგარჩენ და სხვათა შორის ესეთი სიუჟეტია ნარკომანი ქმარი ყავს. ну გაამწარა სიცოცხლე გაუმწარა გააჭაღარავა გააგიჟა გადარია აი რეაბილიტაციის ცენტრში მიიყვანა ამ გოგომეს ქმარი დაიწყო ამ ბიჭის მკურნალობა და ღვთისნებით აგერ აი მივიღეთ დეტოქსიკაცია აბა მოიხედა ამ ბიჭმა და აბა და რაღაცა და ეს ბიჭი უკვე ჯანსაღია ეს ბიჭი უკვე აღარ არის ამ ცოლზე ისე დამოკიდებული როგორც ადრე იყო აღარ აქვს ეს ტოქსიკური ურთიერთობა ნორმალური კარგი ბიჭია და ეს გოგო აღმოაჩენს რომ ეს ბიჭი რომელიც სიცოცხლეს უმწარებდა მაგრამ მთლიანად მასზე იყო მობმული მასზე იყო დამოკიდებული ეს ქალი კარგავს ფუნქციას გადამრჩენელის და რა ხდება ეს ბიჭი ისევ ხდება ნარკომანი ანუ ეს ქაჩავს ეს ბიჭი ხდება ну შეიძლება ისეთ მძიმე ნარკოტიკებზე არა მაგრამ აი ჩდება ანტიდეპრესანტებზე და ქვეცნობიერად ეს გოგო აკეთებს ისე რომ ეს ჯამრთელი ბიჭი ცოტათი იყოს ავად და მაინც ხო რომ ამან არ დაკარგოს გადარჩენელის ფუნქცია რომ ამან არ გაიხედოს სხვა ქალებისაკენ ხო იმიტომ რომ ყველა ქალი ხო არ შეეწირება ეს ეწირება ეს ხო უნდა დაუფასდეს მას. განსაკუთრებულობის რაღაც. ეს უნდა იყოს შეუცვლელი. ეხლა მე მოვუყევ ესეთ უტრირებულად, მაგრამ ესეთი რამ არსებობს. მაგრამ ნახეთ, აი თქვენ მსჯელობას მივყავართ იქითკენ, რომ მსხვერპლი და გადამრჩენელი, იმიტომ ესენი ხო ცვლიან როლს, მსხვერპლი ხან გადამრჩენელია, ხან უძაესე. ჯერ თვითონ არის ეს მსხვერპლი და გადამრჩენელი და იმ მოძალადეს, რომელიც თითქოს დღეს მოძალადე იყო, იქით უკან ეკაჩება, იმიტომ რომ ჭირდება მას. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ მსხვერპლს თვითონვე ჭირდება ეს მოძალადე. მსხვერპლი, რომელიც არ ჭრის ჭიპლარს, არ წყვეტს ურთიერთობას. არ ეუბნება, აი თუ მეში და არ მეყოლები, კაცო. მეგობარი ხარ, საქმრო ხარ და ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა, ქალი ხარ, კაცი ხარ. არ იქნები, შენ თუ ამით სპეკულირებ, რომ მე წავალ, ესე იგი ეს ურთიერთობა არ ღირს გადარჩენად. ვიგლოვებ ერთი თვე, ერთი წელი და წახვალ მე ვიქნები ჩემი თავის პატრონი. ტოქსიკურია ურთიერთობა, რომელიც აწყებულია თუ შენ ასე, თუ შენ ისე. დამთავრდა ანუ ქმარი იქნება, შვილი იქნება, ოჯახის წევრი იქნება, კოლეგა იქნება, მეგობარი. არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არის თვითდამკვიდრება შენი დამცირების ხარჯზე. სადაც შენ გიჭირავს კვლევით ურთიერთობა, ის ურთიერთობა გადასარჩენი არ არის. აი ზრუნვა სხვა საქმეა. ვერ გაწყვიტა ურთიერთობას მშობლებთან, შვილებთან და ასე შემდეგ, ხო? ქმართანაც, რომელთანაც ესეც სიმწარე, ხო? იმასთანაც რაღაცა ძაფები და ჯაჭვები და ასე შემდეგ და უჭირს, იმასაც შეიძლება დაეხმარო, მაგრამ ეს ხდება დისტანციურად. შენ ამათი ცხოვრებით აღარ ცხოვრობ. ხო. თავარი პრინციპი. შენ არც შვილების ცხოვრებით ცხოვრობ. არც ქმრის, არც დედმამის, არც დაქალის, არც ძმაკაცის. შენ ცხოვრობ შენი ცხოვრებით. შენი ცხოვრებით ცხოვრობ. შენ მე უშენოდ არ მოვკვდები. ხო. მე მიყვარხარ შენ. მე მინდა შენ კარგად იყო, ჩემი მეგობარი ხარ, აი დღე და ღამე ერთად ყავა და მაგრამ მე შენი ცხოვრებით არ ვცხოვრობ. ხო, ანუ საფრთხე თვითქმარობის. მე ჩემი ცხოვრება მაქვს. აი ეს მარტოობის პრობლემა
მანდ მივდივარ. აქამდე მივდივართ, რა იმ სხვერპლი რატო ხარ მარტოობის გეშინი. ჩვენ არ გვასწავლეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დიდ სიბრძნეს. არ გვაზიარეს. ეს სიბრძნე არ გვასწავლეს. აი მოიყვანეთ ცოლი, თორე დარჩი მარტო. აი გათხოვდი, თორე დარჩი მარტო. ესე იგი, მარტო დარჩენა ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს დრო საკუთარ თავში ჩაღრმავების. შენ გაქვს დრო საკუთარ თავზე მუშაობის, შინაგანი გარდაქმნის, გარდასახვის. რატომ უტოლდება მარტოობა მარტოხელობას? ხო, აი რატო? რატომ? მაშინ, როდესაც კი, შენი ბიოლოგიური ვალი უნდა მოიხადო. უნდა დატოვო შთამომავლობა, ანუ გენები უნდა გაგრძელდეს, ხო? შენი ფუნქცია არის სიცოცხლის ზეიმი, სიცოცხლის გაგრძელება, გავიგეთ. მეორე, შენ ამ სიცოცხლეს რო გააგრძელებ, მე ხომ უნდა იზრუნო, ხო, ესენი ფეხზე დააყენო, ხო? როგორ იმის არ იყოს, აი, ქართველი ბავშვის პირველი 40 წელი არის რთული. ხო? ამიტომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ქალების დიდი უმრავლესობა ბერდება იქ, იმიტომ რომ ეს ბავშვები არ გაიზარდნენ. აი 30 წლის არის, ხო? მერე შვილიშვილები, ხო, რო კარგ ბაღში, კარგ სკოლაში, ხო? რაკნან აქ რაც დატოვეს ის დახვდებათ ქვეყანა. უარესი თუ არა. ეს თან მშობელს შეუთვლის ეს შვილი ლოგიკურ და სასტიკ რეალობას რომ ჩამოხვიდი აქ რა უნდა გააკეთო. აი ეს მომენტი კი არა, დედა ჩამოდი. მე უკვე ვარ, აგერ 25 წლისა ვარ, კაცო 30 წლისა ვარ, 40 წლისა ხარ. და დედას ეუბნები რომ ჩამოხვიდი აქ რა უნდა გააკეთო. რა უნდა გააკეთოს და სახლში დატკბეს, იცხოვროს, დაისვენოს, იმიტომ რომ დედა შენი უკვე 70 წელს უკაკუნებს, 60 წელს უკაკუნებს. არ იმსახურებს, არა და ნახეთ, სანამ ეს ქალები იქ არიან და აგზავნიან ფულს, ესენი ვინც ამ ფულს იღებენ ბანკომატიდან, ხო? არაფერს არ აკეთებენ იმისათვის რომ შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს სტატუს კვო დამაკმაყოფილებელია და მივიღებთ პარადოქსულ შედეგს. სანამ ეს ქალები აგზავნიან, აქ არაფერი იცვლება. და სანამ აქ არაფერი არ შეიცვალა, ისინი აქ ვერ ჩამოვლენ. ანუ ისინი აკეთებენ იმას, რომ აქ არ ჩამოვიდნენ. ფაქტობრივად, ამას ასე გამოვიდა. ხო. ხო? ესე იგი, სანამ შენ მარტო არ დარჩები შენ თავთან. მოდი ვთქვათ, რატო არის ეს რთული, აი ეს მარტობა, თვითონ სიტყვაც რაღაცნაირად აი ესე მოჭიმულობის განცდას იწვევს, ხო? მართლა იმისავით არის. რატო რას ნიშნავს ჯერ ვთქვათ ეს მარტო? ნახეთ, სანამ მარტო არ დარჩები, შენ ვერ ისწავლი ურთიერთობას შენ თავთან. აი, იცით რა მაინტერესებს? აი, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. აი, თითქოს ამის ეშინია და ამას გაურბის ადამიანი. აი, ეს აბსოლუტურად სწორია. აბსოლუტურად სწორია. იმიტომ რომ შენ მოხვედი, თუ ჩვენ ვართ რელიგიური ტიპები. თუ მე მწამს ღმერთის არსებობის. არის ადამიანი, რომელსაც არ სწამს, ჩემი მეგობარია, არ სწამს და გადასარავი ურთიერთობა გვაქვს. ათეისტია, მაგრამ ანტითეისტი არ არის. რომელიც ძალიან მორალური და ზნეობრივი ადამიანია და ყველაფერს რასაც აკეთებს არა იმიტომ, რომ სამოთხეში მოხვდეს ან ჯოჯოხეთის ეშინია. ეს ცალკე მორალური კატეგორია და დასაფასებელია. თუ მე ვარ ღმერთის ნამცეცი, ნაპერწკალი, ხო, თუ ჩემი თვალებიდან რაც იყურება ღმერთის ნაწილია და ჩემსა და მას შორის განსხვავება არის მასშტაბში, მხოლოდ და თვისობრივად ერთნი ვართ და ღმერთი ჩემით მოგზაურობს, ხო? ჩემი ცხოვრების აზრი არის გამოღვიძება, რომ მე დავრწმუნდე, გავიხსენო, რომ ღმერთი ვარ. არა შიზოიდურად და პარანოიკულად ღმერთი ვარ და აი გავგიჟდი. არა, აი ის რაც ჩემი თვალებიდან იყურება არის ღვთაებრივი, ხო? აი ნამასტე ინდური არის ეს, რომ აი ღვთაებრივი ჩემში მიესალმება ღვთაებრივს შენში. და მაშინ მთელი ჩემი ცხოვრება ეს არის აი შინაგანი მეტამორფოზის მოხდენის დაშვების მცდელობა. მე ვასრულებ როლს ქალისას, რომ მე მაქვს როლი ქართველის, მე მაქვს როლი დედის, შვილის, ექიმის, ეს ხო როლებია. ეს ხომ ერთი ბრილიანტის სხვადასხვა წახნაგია და ყოველი წახნაგი ემსახურება აი ამ ბრილიანტის ელვარებას, რომ აი ის დიდი გახსენება მოხდეს და ეს ხდება მხოლოდ მარტო რომ ხარ.
მარტო ხელა არა, მარტო რომ შენ მარტო ანუ როცა შეგიძლია რომ შენ თავთან დიალოგი, არა ხმაური, არამედ დიალოგი, რომელიც მე უნდა გაჩუმდეს, იმიტომ რომ აი ეს ღვთაებრივის მიხვედრის ალბათობა, ხომ, რაშია? მაგალითად მუსიკაში. აი მაგალითად აპოლონი ბერძნული მითოლოგიიდან რომ გავიხსენო მზის ღმერთი, ხო? ბევრი შვილი ყავდა, მათ შორის ორი ძალიან საინტერესო. პირველი ეს არის ასკლეპიუსი, ანუ მედიცინის ღმერთი და მეორე არის ორფეოსი, ანუ ეს ღვთაებრივი მუსიკოსი, ესე იგი სიმბოლო მუსიკისა და ხო ხელოვნების და ასკლეპიუსი იცით როგორ კვდება მას ზევსი განგმირავს ელვით იმიტომ რომ ასკლეპიუსმა მიაღწია არა მხოლოდ იმას რომ უზადო მკურნალი იყო და დასტაქარი და უკურნებელს კურნავდა მკვდრების გაცოცხლება შესძლო და დაარღვია წონასწორობა ცოცხლებსა და მკვდრებს შორის და აიდი განრისხდა როგორ თუ არ შეიძლება და აი ამ კანონზომიერების დარღვევის გამო და ორფევსი ვინ არის? ორფევსის საყვარელი ცოლი ევრიდიკე, რომ მოკვდა გველის ნაკბენის გამო და ორფევსი ჩადის აიდის სამფლობელოში და ეძებს ევრიდიკეს და წარმოიდგინეთ ეს მორევი, ტანჯულის სულების გოდება, ხო ეს ბერძნულში ხო ეს მიღმიერი არის აპრიორი ერთმნიშვნელოვნად ნეგატივი, ხო? მწუხარებაა, დიდი მწუხრია და აი ამ საშინელებაში ერფობს დადის და მღერის. სიმღერით ეძახის ევრიდიკეს, გახსოვთ გლუკის ეს ევრიდიკე, ხო? და ნახეთ, რისი თქმა მინდა. აი ეს ასკლეპიუსი და ორფევსი, მედიცინა და მუსიკა, ეს არის სულის მთავარი მკურნალიო. ესე იგი ასკლეპიუსის სხეული და ორფევსის სულის. ნახეთ, მედიცინა და მუსიკა. აი ეს შინაგანი დიალოგი. აი მედიცინა დიდი გაგებით და არა თქვა ნოშპა და პარაცეტამოლი. და მუსიკა არა უბრალოდ ჰიპ-ჰოპი და სოული და როკ-ენ-როლი, ხო? აი ამ მუსიკაში ეს რატომ მოვაყოლეს მაგალითად აი მუსიკა რომ ავიღოთ, ხომ? აი ყველაზე ნაკლებად არის ეს სულიერების და გამოღვიძების ალბათობა, თქვა პოპ მუსიკაში. უფრო მეტია, თქვა როკში. მაგრამ როკში უფრო ნაკლებია ვიდრე ჯაზში. ჯაზში უფრო მეტია. ფოლკში უფრო მეტია ვიდრე ამაში. და კლასიკოში უფრო მეტია. და ყველა ერთად აღებულში უფრო მეტია. ამათზე უფრო მეტია სიჩუმეში. ხო? აი, ჩვენ ხო გავიარეთ ეს მუსიკის გრადაცია. ახლა მაილს დევისში რო უფრო მეტი იქნება ვიდრე ვთქვათ კობზონში. ხო, ეს კობზონის კონცერტზე გაშვების ეს ბილეთების ეს თემა ძალიან ყოველთვის ამბოლო ხანებში ჩემთვის აქტუალურია. კობზონის კონცერტზე დასწრების საკითხი ეს ჩემთვის ძალიან აქტუალურია. ხო. ან ნახეთ სიჩუმეში ყველაზე მაღალი. აი ამ სიჩუმის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ როცა ხარ მარტო. მარტო უნდა დარჩე. მოვიხადეთ ვალი მშობლის, მოვიხადე კოლეგა, აგერ 40 წელი იმუშავე მათ გზა აღორძინე და მარტო. აი მარტო რომ არ გტოვებს ის რაც მარტო არ გტოვებს. აი რა არის? ის არის რა, სურვილები და მიჯაჭულობები. მიჯაჭულობა, ის ტოქსიკური ურთიერთობა მიჯაჭულობაა. ვერ ხსნი. რო არ შეხვდე შენ. და აი გახსოვთ ესეთი ფოტოსურათებიც არის ხშირად Facebook-ზეც, რომ თოკი, რომელსაც ვიღაცა ეკაჩება ძლიერად და შენ არ უშვებ და ხელი გადაგექლითა და სისხლი მოგდის. აი ეს არის მიჯაჭულობის სიმბოლო. გაუშვი. ობედურება, ცოდვა არის, როდესაც ცოდვა ნიშნავს ებრაულად სიტყვა, აღარ მახსოვს როგორ ჟღერს, მაგრამ პირდაპირ თარგმანში ნიშნავს მიზნიდან აცდენა. პრომოხ. ავაცილე მიზანს. ეს ხდება როდის? როდესაც არ უშვებ იმას, რაც გასაშვებია და არ იღებ იმას, რაც მისაღებია. მოკლედ, მარტოობის შიში არის ყველა შეცდომის მიზეზი. აი, მსხვერპლის მთავარი უბედურებაა, რომ მას ეშინია, ვაიმე არ მიმატოვოს. მიგატოვოს და მისატოვებელია ის. ჩაჭერი, გაუშვი, ხო ხედავ, რომ გაპატარავებს, გამცირებს, გიზღუდავს უფლებებს, გიშლის საზღვრებს, არ გაძლევს განვითარების საშუალებას, ჩემი შენ გითხარიო, თავისას შენ გაბრალებს, გაკნინებს და გამცირებს ყველასთან დასწრებით და თან მერე გარწმუნებს, რომ ეს გეჩვენებ.
და სხვათა შორის მე წამიკითხავს, რომ ზუსტად ის ადამიანი, რომელსაც ნუ რაღაცა დოზით მაინც შეიძლება 100%-ით ახლა მარტო ის ვიღაც ბუდა, ან ვიღაც იყოს ქრისტიანა, ასე შემდეგ, ან ერთეული ადამიანები, მაგრამ რაღაცა დოზით მაინც ვისაც შეუძლია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, თვითკმარია, ზუსტად ესეთ ადამიანს შეუძლია შემდეგ ჯანსაღი ურთიერთობა. აბსოლუტურად. ნახეთ ურთიერთობა შეიძლება იყოს, მაგალითად ხომ ვხედავთ ხოლმე ხშირად Facebook-ზე ხანში შესული მილიარდელი და ახალგაზრდა ცქრიალა გოგო მის გვერდით. და არის წარწერა, რომ შენი ბიჭი კარგად რომ ისწავლის, ასეთი სიბერე ექნება და გოგო შენ თუ არ ისწავლე, ასე იქნები, ხო? ხო ფაქტია. არის ურთიერთობა როგორი? ეს ურთიერთობა როგორ ხომ გასაგებია რომ ეს ურთიერთობა აწყობილია მერკანტილურ იშვიათად ახლა ამ კულტივირება ხდება ისე რაღაც დასავლური ის ჩვენ გვახსოვს ახლა მაგალითად ჩარლი ჩაპლინი და უნა ხო 60 წლით თუ რაღაცა უფროსი იყო და გულწრფელი სიყვარული იყო და ესეთი რამ შესაძლებელია მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ხომ მერკანტილურია როდესაც პრინცესას სინდრომი აქვს რომ აუცილებლად უნდა მოვიდეს პრინცი შეირთოს ცოლად და გახდეს შემდგომ დედოფალი ხო ეს ნიშნავს რა პარაზიტული ურთიერთობა ანუ ველოდები რომ ვიღაცამ გამაბედნიეროს ხო გადამარჩინოს გამაბედნიეროს გამამდიდროს და ასე შემდეგ მერკანტილურია არის ურთიერთობა როგორის ყველაზე საუკეთესო ფორმა ეს არის პარტნიორული ურთიერთობა ანუ მე შენით გამდიდრება არ მინდა შენ მე კი არ მაბედნიერებ არამედ მე ვარ ბედნიერი შენ ხარ ბედნიერი ჩვენ ვართ ბედნიერები და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს ბედნიერებას მე შენს გარეშე ვიყავი ვარ და ვიქნები შენც იგივენაირად, მაგრამ ერთად კარგად ვართ. მე არა ვარ შენზე დამოკიდებული, არც მატერიალურად, არც ფსიქოლოგიურად, ხო? არა ვარ შენზე მიჯაჭული, რომ მე უშენოდ მოვხვდები. მე ვიდარდებ უშენობას, მაგრამ მე ვიქნები ბედნიერი შენი ბედნიერებით. შენ სხვასთან წახვედი, მე მესმის შენი. შენ გინდა მასთან ყოფნა. შენ გიხარია, მე მიხარია შენი სიხარული. ხო ესე იგი ჩვენ რაც ვიყავით ერთად ხომ ვიყავით კარგად ეხლა შენ სხვასთან იქნები კარგად მე მიხარია შენი სიხარული ეგეთი რამე არსებობს საერთოდ შეხვედრია ესეთი წამიკითხავს ხო და მე ვემხრობი ამ აზრს რომ აი მაგალითად შევედით ასაკში უკვე ქმარს თმებით შევერცხლა და ეს ჩვეულებრივი რუტინული ურთიერთობა და უცბად ხედავ რაღაცა უციმციმებს თვალები შენს ქმარს სხვანაირად მე შენ აღმოაჩინე მთელი რიგი საგამომძიებლო იგი მოღვაწეობის შემდეგ რომ აი ვიღაცა ყავს პატარა გოგო ნახეთ რა მოხდა აი ეს 20 თუ 22 წლის გოგო, რომელიც შემოიჭრა მის ცხოვრებაში და შემოიჭრა მერკანტილური, ხო, მოსაზრებებით. ეს ხო სულ გათვლილია როგორც წესი. მაგრამ ეს კაცი, რომელიც ადრე ჩვეულებრივად მიდიოდა, მოდიოდა, ოჯახს არჩევდა და ასე შემდეგ, ცოტა ღიპიც დაედო, ცოტა ჩვეულებრივი ცხოვრებით და უცებ იწყებს ფიტნესის სიარულს და აბა ღიპი დაიგდო და აბა ექიმებშიც და აბა თავს ყურადღება მიაქცია გაახალგაზრდავდა და მე ვხედავ რომ ეს ჩემი ქმარი გაახალგაზრდავდა და ვხედავ რომ ის ბედნიერია რომ ამ გოგომა და რა მიზეზით არ აქვს მნიშვნელობა ეს კაცი გაახალგაზრდავდა ეს კაცი უკვე შეძლებული და შემდგარი დაბრუნდა 22-25 წლის ბიჭის ასაკში მე ვხედავ რომ ის ბედნიერია. კითხვა, თუ მე მიყვარს ეს კაცი, ეს სიხარული, თუნდაც ნაყიდი. რატომ არ უნდა ვაპატიო? მაშინ ესეთი კითხვა მექნება, მე ხო ჩამერთო ფემინისტი ირინა დორონჯაძე. ნახეთ, პირიქით სცენარი ვთქვათ, პირიქით სცენარი. და გავაშკაროთ. აბსოლუტურად პატრიარქალურ სისტემაში. აი, ეხლა ამაზე არის ესეთი პასუხი. აი, ვართ არის წყვილი. კი. და ეს ქალმა გააჩინა ბავშვი, ცოტა ფორმიდან ამოვარდა,
კი ყავს ეს ქმარი უყვარს, მაგრამ აი პატარა ბიჭმა მიაქცია. არა აქვს მნიშვნელობა, გინდა პატარა, გინდა არა, სხვა. აი ნახეთ, სხვა მიაქცია ყურადღება. იყო ესეთი ვიღაცა ინდოელი, გურუ და რაღაცა ესეთი. გასული მოკლედ ესე ვთქვი. ამ კაცს ყავს ცოლი. ერთად მოდიან ესეთი ცხოვრებას. და ყავს მოწაფეები. და ხედავენ, რომ ეს ქალი საცხოვრებლად გადავიდა სხვასთან. წავიდა. ეხლა ინდურ საზოგადოებაში ის რო ეხლა გაეყარო წახვიდა, ესე მარტივად არ არის. და რაიო თქვენიო ცოლიო სხვასთან წავიდა საცხოვრებლად უკვე პრასადიო მას აღარ მოაქვს სხვა პრასადი საკვებია ესეთი ნაკურთხი საჭმელი და ასე შემდეგ. ჩემ ცოლს სხვა შეუყვარდაო. ეს კაცი ეს გასული პასუხი. ეს გასული პასუხი. და მეეო რო აღარ არისო ჩვენთანო ასეთი გურუ, ასეთი ბრძენიო და თქვენგან როგორ წავიდაო და ის რაც ჩემი თვალებიდან იყურება. ის რაც ჩემი ცოლის თვალებიდან იყურება. და ის რაც იმ კაცის თვალებიდან იყურება, ვისთანაც ის წავიდა, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. ფორმებია განსხვავებული. ჩემი ცოლი ჩემი საკუთრება არ არის. მე მიხარია, რომ ის ბედნიერია. არ არის ადვილი კონცეფცია, კი. ეს არის ადვილი იმ შემთხვევაში, როდესაც შენ მართლა დარწმუნდები იმაში, რომ ადამიანი არ ახარ სხეული. შენ გააქვს სხეული. შენ ხარ ის, რაც შენი თვალებიდან იყურება და ის, რაც შენი თვალებიდან იყურება და ის, რაც ჩემი თვალებიდან იყურება და ის, რაც ყველა ჩვენთაგანის თვალებიდან იყურება, ერთი დიდი ღრმა, ერთი მზერა სინამდვილეში. ხალხო და ეხლა მგონია რომ ჩამჭრელს როგორ გაკადრებთ, მაგრამ ისე ვთქვათ, ეპატაჟისთვის ჩამჭრელი კითხვა მომივიდა თავში, ნახეთ. თუ ასეა, საერთოდ რა საჭიროა ქორწინების ინსტიტუტი? ჩვენ თუ ერთნი ვართ, რატო ვდებ ამ ერთგულების ფიცს ამ ერთ ადამიანთან? მე თუ შეიძლება რომ ეს კაციც მომეწონოს, ის კაციც მომეწონოს, ხო შეიძლება. რატო შევიზღუდო თავი ამ ერთგულების ფიცით და მოლოდინების შეუქმნათ ჩემ პარტნიორს, რომ ქორწინება რა არის, მე შენთან ვარ, და მარადის, ხო, happily ever after. რატო ვაკეთებ მაშინ ეს? ვიყოთ თავისუფალ ამ გაგებით ურთიერთობებში და ესეც მე ვარ, ისიც მე ვარ, ისიც მე ვარ, ისიც მე ვარ და რაღაცო ვთამაშობ მაშინ. თამაში ეს კარგი სიტყვა დამასწარეთ, იმიტომ რომ ჩემი პასუხის არსიც ეს არის. ნახეთ. ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? იქ ინდუიზმიდან იქნება, ქრისტიანობიდან იქნება, იქიდან, აქედან. რომ სამყარო შეიქმნა, ვთქვათ, არაფრიდან, თუ ღმერთმა შექმნა და იყო რაღაცა წინა მასალა, ხო? ან იყო დიდი აფეთქება, ან ეს დიდი აფეთქება იყო მრავალი, ან ეს ჩვენი სამყარო წინარე სამყაროს შეკუმშვის და შემდგომ ამოფრქვევის და ციკლური ეს ხო სულ მოსაზრებებია. ეს ხო სულ შეხედულებებია, კონცეფციებია. ჩვენ ხო რეალურად რა მოხდა არ ვიცით. ჩვენ რეალურად ვიცით, რომ აი თქვენი ტელეფონი, რომელიც აი ეს კამერა და აი ეს ყველაფერი, ესე იგი ის რაღაცა შეხედულებები და კონცეფციები, რაც ჩვენ ადამიანებმა მოვიფიქროთ, თურმე მართალი ყოფილა გაამართლა, მუშაობს. ესე იგი, შენ რომ აპარკინგებ მანქანას და გეუბნება ისა რა ქვია, კომუტატორი რომ აი ახლა 1 მეტრი, 2 მეტრი და მიუხვია, ესე იგი, შენი ეს ტელეფონი დაკავშირებულია ანძასთან, ეს ანძა დაკავშირებულია თანამგზავრთან, თანამგზავრი გასწორებულია მთვარე, მზე, კვაზარი და ასე შემდეგ და ესე იგი, სინათლის სიჩქარით ლამის ეს ყველაფერი ინფორმაცია ნახეთ, ესე იგი ეს მართალი ყოფილა ეს კონცეფციები. რაღაც მართალია, რაღაც ვიცით რომ არ მოწმდება. ნახეთ. ის რომ მოსაზრება იმისა, რომ ყველა ჩვენთაგანის თვალებიდან რაც იყურება ერთია, ღრმა ერთია, ღმერთია, ხო? ეს გეუბნება რომ ყველაში ღმერთი უნდა დაინახო და ყველას უფლებას უნდა სცე პატივი. თუ შენ შეგიყვარდა სხვა
და მე ვხედავ რომ შენ გაახალგაზრდავდი, ანათებ, გაიხარე, რატომ უნდა გაგამწარო? არა, რა თქმა უნდა, ეს ხო, გასაგებია. რატომ არ უნდა გავიხარო თუ მე შენ მიყვარხარ? მე ვხედავ შენს და ბედნიერებას. სხვათა შორის ეს უდევს ხოლმე საფუძვლად ძალიან ბევრ აი ფემიციდის შემთხვევებს ახლა ჩვენ ქვეყანაში რატომ ხარ ბედნიერი ჩემს გარეშე? ხება რაღაც არაეწყო ეს არის მკვლელობების ქალი თუ მიდის, მე მკვლელობით ხო ღირსების აი ეს ახლა ეს ავხსენით რა, ხო, რატომ არის საჭირო ასე აზროვნება და რატომ არის საჭირო და აუცილებელი კანონის ფარგლებში მოქცევა ურთიერთობების, იმიტომ რომ ადამიანი არის სხეული და სული, რომელიც ცხოვრობს ამ სხეულში, ხო? აი მთავარი არის ის, რაც ამ სხეულში ცხოვრობს, ხო? ხო, სამოთხეში და ჯოჯოხეთში ადამიანები არ ხვდებიან. სამოთხეში ხდება სული და ცალკე სული ადამიანი არა, ადამიანი არის ეს სინთეზი. ის არის კიდევ რაღაცა, ღვთაებრივი, ისი დეფინიციაც ახლა შორს წაგვიყვანს, ხომ ასეა? ამიტომ სხეულს სხეულისა და სულს სულისა ჩვენ ვქმნით საზოგადოებას. ამ საზოგადოებას აქვს წესები, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ. აი ტიბეტში არის მაგალითად პოლიანდრია, ანუ ერთ ქალს ყავს რამდენიმე ქმარი. დიახ, ყოველ შემთხვევაში არის პრეცედენტი და ადრე ეს იყო დაკანონებული, რომ აი უფროსი ძმა მოიყვანს ცოლს და ეს გალი ხდება სხვა დანარჩენი ძმების ცოლიც ავტომატურად. რატომ? ეს იყო ეკონომიკური პოლიანდრია, რატომ? იმიტომ რომ უკიდურესი სიღარიბეა, ქალის ოჯახში შემოყვანას თავისი წესები და შემდეგ და ყველა ბიჭისთვის ცოლის მოყვანა ჭირს. ამისი ფული არ არის. უნდა გაიყოს ქონება, ხო, ის უნდა გავიდეს ცალკე და. ამიტომ მოიფიქრეს ესეთი რამ. შესაბამისად ერთი წელი არის ერთთან, მეორესთან მეორე და ანუ ყველა მისის, ან ზოგჯერ არიციან და ყველა ეს ბიჭი ამ ბავშვებს უვლის როგორც თავისას. მოკლედ ეს თავისი შიდა სამზარეულოა. ნახეთ, ჩვენ ეს ტრადიცია გვაქვს. იმათ ასე მოილაპარაკეს. აი მაგალითად ინდონეზიაში საერთოდ სქესის საკითხი სხვაგვარად დგას, არის კაცი, არის ქალი და მათ შორის არის უამრავი სოციალური სეგმენტი, მაგალითად კალაბაი, ასე არის, ეს არის ცრუ ქალი, ანუ ცრუ კაცი, უпроსტურად ეს არის მამაკაცი, რომელიც გამოწყობილია ქალის სამოსში, რომლის პარტნიორიც მამაკაცია, ანუ გათხოვდა ტიპი. მაგრამ ეს არის საზოგადოებრივ ჩარჩოში სოციალურად ორგანიზებული. ეს არის კალაბაი, ყველა მიცის რომ ეს არის კალაბაი. რომ ეს კაცი გათხოვდა და ის არის ოჯახში და ასე შემდეგ აქვს თავისი არავის აზრად არ მოუვა რომ მას შეურაცხყოფა მიაყენოს მოკლას და ასე შემდეგ ან სამსახურიდან დაითხოვოს იმას თავისი სეგმენტი აქვს არის კალალაი ეს არის ცრუ ქალი ანუ ეს არის მამაკაცის სამოსში გამოწყობილი რომლის პარტნიორიც არის ქალი აქვს თავისი ოჯახი არავის აზრად არ მოუვიდა რომ ეძახოს თქვათ შენ ხარ ლესბი და სამსახურიდან დაითხოვოს გარკვეული აქვს ეს ყველაფერი არის ბისუ ეს არის ორივე სქესის შემადგენელი ტრანსსექსუალია მათი ძირითადი ფუნქცია ეს არის შამანობის ფუნქცია შუამავალი ღმერთებსა და ადამიანებს შორის სულსა და ადამიანებს შორის ან ნახეთ იქ ასე აქვთ მოწყობილი იქ ასე შეთანხმდნენ ხო იქ სექსუალურ ნიადაგზე დაპირისპირება არ არსებობს თან ინდონეზიის ეს ნაწილი არის მუსულმანური ყველა მე რაც ჩამოვთვალე ლოცულობს ქალების სეგმენტში ანუ განა ის რომ თქვათ გამოედევნონ ტაბურეტკით არამედ სალოცავი ადგილი აქვთ ეს ბიოლოგიური ფენომენი რომ კაცი კაცს უნდა გავდეს ქალი ქალს უნდა გავდეს გეთანხმებით უნდა გავდეს მაგრამ არ გავს ყოველთვის რა ვქნათ ახლა დავხოცოთ დავწყდეთ რა ვქნათ ეს ეთანხმებით ეს უკვე ვეთანხმებით უნდა იყოს აბა რა რამხელა ბედნიერებაა როცა კაცი ხარ კაცის სხეულში და ხარობ შენი კაცობით. რა ბედნიერებაა რომ ქალი ხარ, ქალის სხეულში და ხარობ ქალობით. ეს ჰარმონია, ეს ნიჭია, ეს ჯილდოა. მაგრამ ყველა ხომ ერთნაირად ნიჭიერი და დაჯილდოვებული არ არის. რა ვუყოთ იმათ, ვინც კაცის სხეულშია, მაგრამ არ არის კაცი. აი ეს კალაბაი, აი ეს არის კვლევები მთელი ძალიან საინტერესო. არა მხოლოდ ეთნოგრაფიული. რომ ეკითხებიან, რომ აი თქვენ ვინ ხართ? ხომ კაცი ხართ, კაცი? არა. მე კაცი არა ვარ. აბა ქალი ხარ? არა, მე ქალი არა ვარ. აბა რა ხარ? ხო. კალაბაი. ხო, რაღაც. მიხდით? აი როგორც თქვათ ესკიმოსებში არის თოვლის აღმნიშვნელი 100-ზე მეტი სიტყვა.
ვერ ხო აი მე რო ჩამოვთვალო რომ ვიცოდე ყველა ეს სიტყვა ხო ყველა იქნება თეთრი თოვლი თეთრი ცივი ცივი თეთრი თოვლი თეთრი მიხვდით და მე რა იმიტომ რომ მე არა მაქვს ის მოდელი იმიტომ რომ ჩემი კლიმატი სხვა არის იმისთვის სხვა არის აი როგორც ახლა მეგრელი ვარ მე და არის სიტყვა ვაშინერს მე ვერ ვთარგმნი ამ სიტყვას მაგრამ მესმის ეს არ არის აი ვაშილებე ვეშილებე ეს ნიშნავს არ შეიძლება მაგრამ ვაშინერს მისტიკური სიტყვა აი ყველაზე კარგად ესადაგება სიტყვა არეგების აი განაის რომ არ შეიძლება აი ღვთაებრივად არეგების არ არის სწორი ხო არ მაგრამ აი ეს ხო ხვდებით აი ძალიან საკრალური სიტყვა აი თუ შენ მეგრელი არ ხარ ამ წიაღიდან აი ეს ვაშინერს აი და არ დაგბურძგლავს შენ და მე ვაშინერს ისეთი რაღაცა ხო არეგების სხვანაირია ნახეთ ეხლა მივდივართ აი რა საჭიროა და სოციუმისთვის ლეგალური კანონიური დაკანონებული ურთიერთობა ქმნის სისტემას რომ იყოს ოჯახის კულტი იმიტომ რომ ეს გვეხმარება სოციალურ ურთიერთობაში გარდა სოციალური აი ერთეულისა რაც არის ოჯახი და უშუალოდ ქალის და კაცის კავშირი მე წამიკითხავს და წაკითხulis გარდაც აი შინაგან ჩემს თვით შეგრძნებასაც თანაც რეზონირებს ეს რომ ქალის და კაცის მოდი ახლა ქალსა და კაცზე ვისაუბროთ კავშირი ეს შეიძლება იყოს ჩემი სულიერი თავგადასავალი ანუ არა როგორც დაკანონებული ან ქორწე არა აქ საერთოდ მნიშვნელობა ჩავხსნათ სტატუსები ეს შეიძლება გახდეს სარკე მეორე ადამიანი ჩემთვის. სხვა შეს ქალზე და კაცზე შეიძლება მეგობარიც გახდეს მასე. ვისთანაც ახლო ინტიმური ურთიერთობა აქვს. ინტიმურს არ გულისხმობს სექსუალურს. აი სულიერი ინტიმი. ხო, შეიძლება გახდეს ჩემთვის სარკე და იგივე ის, რასაც მე გავდივარ ჩემ თავთან, აი ჩემ თავთან მარტო დარჩენ. შეიძლება უფრო კარგად გავიარო მეორე ადამიანთან, იმიტომ ის ჩემი სარკე აღმოჩნდეს. ამასაც სულიერი ტყუპი. სულიერი ტყუპი, ხო? აი ეს ამასაც ხო აქვს თქო თავის დაპირთვა. აბსოლუტურად. ნახეთ. აი რამდენი ადამიანიც არის იმდენი ჯანმრთელობა და იმდენი სიგიჟე. აი ეს დაყოფაც აი ეს თქვათ შიზოიდური ტიპი, თქვათ ნარცისული ტიპი, ეპილეპტოიდური ტიპი, ისტეროიდული ტიპი, ნევროტული, მოსაზღვრებულობა, უამრავია ეს ჩვენი, ხო? ეს არ არის მხოლოდ გენები, ეს არის აღზრდა, ეს არის გარემო, ეს არის სტრესის ზეგავლენა, ხო? რაღაცა მოხდა, მე და მემართა დიაბეტი, შენ არა. ხო? იმიტომ რომ ემოციური რეაქცია გვაქვს სხვადასხვანაირი. ეს არის ძალიან რთული, ხო? შეიძლება შენ გჭირდებოდეს აუცილებლად ის ტყუპის ცალი რომ გამთლიანდე. შეიძლება რაღაც ეტაპზე სანამ მოძლიერდები. ხო, კი ბატონი, კი ბატონი. არის მეორე, რომ მაგალითად კატეგორია ადამიანებისა, რომელს აი მთელი ცხოვრება ოცნებობს გათხოვებას. მე მინახავს ეგეთი. რაღა დაგიმალოთ და არასდროს არ მიოცნებია გათხოვებას. გამთლიანების სურვილი, ხო? და აი ეს არის ის ვისთანაც მე გავმთლიანდები, ფიქრობს ქალი და თხოვდება. და აი გაუმართლა და გამთლიანდა, რამდენი მინახავს. თითზე ჩამოსათვლელი, მაგრამ მინახავს მართლაც. მაგრამ უფრო მეტი მინახავს, რომ ეს იყოს შეცდომა. ხო, რა თქმა უნდა, ეს ასეთად. შენ თუ გამთლიანებისთვის გჭირდება ის მეორე სული, კი ბატონო. მაგრამ თუ არ გჭირდება თუ თვითკმარი ხარ დამთავრდა ესე იგი გააქვს მოთხოვნილება ქმნი ოჯახს და ხარ სანაკებო გააქვს სანაკებო ოჯახი მაგრამ არის შემთხვევა რომ არ სჭირდება ეს არ არის მისი პიჯაკი რა თმინდოდა პიჯაკიო არ არის აგი ჩემი პიჯაკიო ეს არის ხო აი სხვათა შორის ძალიან საინტერესო კვლევა იყო რომ ნუ კვლევა რა ესეთი საზღვარგარეთ კაპიტალისტურ წარმატებულ ქვეყნებში ქალების უმრავლესობა ბიზნესვუმენი, რომელიც აღწევს წარმატებას და მდიდრდება, შემდგომ ამ ფულით ეს ფული უნდა ოჯახის შესაქმნელად. აი ოჯახი, თუნდაც იმ ქმარს უზრუნველყოფს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოში ქალების უმრავლესობა ხდება ეს ბიზნესვუმენ, ხდება ეკონომიკურად ძლიერი, იცით რისთვის, რომ ყველამ თავი დაანებოს
რომ არავის დამოკიდებული არ იყოს და იყოს თავისთვის და შედარებით იშვიათად ოჯახდებიან. და თუ ყავთ, თქვათ, გულისწორი, იშვიათად აწერენ ხელს. ანუ შეძლებული ქალების დიდი ნაწილი ეკონომიკურ სტატუსს, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ელტვის იმისთვის, რომ ოჯახი და ასე შემდეგ, არამედ იყოს თავისთვის. ანუ ფული სჭირდება დამოუკიდებლობისთვის. ამას ცალკე მიზეზები აქვს და ცალკე შემდეგ. ანუ რაც უფრო მცირერიცხოვანია ერი, ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ხო? ქალები უფრო მასკულინური ტიპები არიან. და ეს მასკულინურობა ხასიათშიც გვაქვს. ეს ფემინიზმის დედაკაცი, აი ჩვენთან ხო გვაქვს ესეთ საინტერესო. არც ვიცი შეიძლება სხვა ენებშიც არის. საინტერესოდ ასახავს ქართული პატრიარქატის არსს. რომ ჩვენთან თავარი პატრიარქი, აი სადღაც რომ დაფიქრდე, არის დედაკაცი. აი დედაზე, დედა და დედაკაცი რომ ინახავს პატრიარქატის ფასეულობს, ის შეიძლება კაცმა არქნას. ეხთით რა ამაზე პასუხი რა არის? კაცი, ქართული სიტყვა კაცი, არის სახეობის აღმნიშვნელი. ადამიანი შემოვიდა მერე. ადამ ებრაული სიტყვა მწითურს ნიშნავს, წითელი თიხისგან მოზელილს და ასე შემდეგ. ადამიანი ქართული არ არის, ფუძე ებრაულია. ადამიანის ქართული შესატყვისი არის კაცი. ანუ მამა კაცი, ეს არის ადამიანი მამრობითი და დედა კაცი არის დედრობითი. ხო? ჩვენ კაცები ვართ ყველანი. ოღონდ დედრი, დედა კაცი. აი მე სწორედ ეს აგრესიული პატრიარქატის დამსახურებაა, რომ მამა ბერი, დედა ბერი გამიჯნა ორივე ბერები ვიყავით, ანუ ჩვენ თანაბრად ეს მედიადან მოყოლებული ეს ჰეკატეს კულტი და ასე შემდეგ. დედა ბერი ეს იყო მეცნიერი ქალი. მამა ბერი კაცი, ხო, რელიგია მეცნიერება იყო, მაშინ სხვა არ იყო. და აი როდესაც შემოვიდა ბიბლიური სივრცე, ხო, როდის ყოფილა ჯელაქამომდე დედათა და მამათ ერთად ეჭამათ. ანუ დარჩა მამა ბერი, ბერი და დედა ბერი კნინებითი, შედედა ბერო. ეს არის ეს გარკვეულწილად ეს ბიბლიური სივრცის დამსახურება და გარკვეულწილად არიული გავლენაც, ხო? იმიტომ რომ არიებმა გადაიარეს ჩვენზე და აგურიეს, ეგ არია, არეული, არია, R1A, ესე იგი, ჰაპლოჯგუფი. ჩვენ ვართ G2, G2. და ეს ახლა რას მივაბით, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და იძულებული ვართ ქალები, რომ გქონდეს ემანსიპაციისკენ მიდრეკილება, იმიტომ რომ ჩვენი ბავშვების პირველი 40 წელი რთული. იმიტომ ჭიპლარის გადაჭრა არ ხდება. კი ბატონო, აი რადგან ჩვენი დღევანდელი თემა მაინც იყო ურთიერთობები და ტოქსიკური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ამ სივრცეში რო არ ჩავტოვოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი მაყურებელი, ყოველთვის დასკვნით ნაწილში ვამბობთ ხოლმე, რა არის ჯანსაღი, რა იქნებოდა ურთიერთობების კუთხით ჯანსაღი და თქვენ აღნიშნეთ უკვე, რომ პარტნიორული ურთიერთობა და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რადგან ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, რომ არის შესაძლებელი ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობა ქალს და კაცს შორის, თუ ეს მართლა იქნება თვითკმარობაზე დამყარებული, შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყო, მე მაქვს ესეთი მაგალითები, რომ აი შეხმატკბილებული წყვილი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერთად არის და მართლა საზრდოობს ერთმანეთი და იზრდება. ეს მის განვითარებას ხელს არ უშლის. გეთანხმებით, რომ შეიძლება იყოს ციცის ჩამოსათვალი, გეთანხმებით, რომ ბევრი დინება შემოდის, თუმცა ესეთი შესაძლებლობა არის, რადგან აი ამ ურთიერთობების ჭრილში ვსაუბრობთ, ხო? კი ბატონო, გეთანხმებით. კი ბატონო. მოდით თქვათ, ძალიან საინტერესო თარიღი გვიახლოვდება 27 მარტი, როდესაც ზუსტად ამ სივრცეში ჯეოლაბში და კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ შანსს და გადავხდი მადლობას ჯეოლაბს, გვიმასპინძლებს და თქვენს საჯარო ლექციას უმასპინძლებს 27 მარტს იქნება ჰორმონების მისტერია, ესეთი მისტიკური ლექცია. ორიოდე სიტყვით თქვათ და ისიც თქვათ, რომ ვეპატიჟებით ყველა მსურველს. კი ბატონო, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. ჰორმონების მისტერია, ეს არის სამედიცინო თემის, დიდი ბიოლოგიის თემის განხილვა არა მხოლოდ მოლეკულურ დონეზე, არა მხოლოდ ფიზიოლოგიისა და ენდოკრინოლოგიისა, ფსიქოლოგიის დონეზე, არამედ მითოკულტურულ დონეზე. რომ ჩვენი ყველა უჯრედი ჰორმონების დახმარებით არის დიფერენცირებული, სქესობრივად დიფერენცირებულია ფუნქციურად, სტრუქტურულად და
აი მიეცი სხეულისა. აი ეს სხეულისა, რაც არის, სომატოფსიქიკურად მოქმედებს და იწვევს ჩვენი ხასიათის ფორმაციას. და ჩვენი ხასიათი ფიქრებით, ემოციებით მოქმედებს სხეულზე და ფსიქოსომატურად ცვლის სხეულს. შეცვლილი სხეული ისევ მოქმედებს ჩვენზე და ასე უგუნისით უგუნისამდე. ანუ ეს ყველაფერი, ეს კორიანტელი იწყება მატერიალურ დონეზე ჰორმონებით. ანუ თუ რაღაცა პრობლემაა და ის სულის დიდი ღამე ჩამოწვა, ხო? ეს არ უნდა იყოს კატასტროფის ტოლფასი, ჯერ უნდა გამოირიცხოს, ხომ არ არის ჰორმონული დისბალანსი. შაქრით დაწყებული ფარისებრი ჯირკვლით, ხო? აი ეს სასქესო ჰორმონებით, აი ჰორმონები დავალაგოთ ჯერ. მედიატორები დავალაგოთ ჯერ, ბიოლოგიური ფაქტორები გამოვრიცხოთ. ეს სიტუაცია დავალაგოთ და აი მერე უკვე სულიერი კრიზისის საკითხები, იმიტომ რომ მარტო ფსიქოთერაპიით, მარტო რელიგიის, მარტო ლოცვის, მარტო მანტრებით და იოგით ეს არ მოგვარდება. ანუ ამ მანტრას ლოცვას თავისი ადგილი აქვს და სხეულს თავისი. ამრიგად ჰორმონების მისტერიით ჩვენ ვეცდებით ჩავწვდეთ მოლეკულურ საფუძვლებს ნორმისა და პათოლოგიის და შემდგომ ვეძიოთ გამოსავალი მოლეკულების დალაგებით დაწყებული მანტრებით და ლოცვებით დავთარებთ. აი ეს მაინტერესებდა და კიდე ამ აქცენტს გაკეთება. მინდა რომ მე მახსოვს რომ ეს ეხმაურება აი ისეთ მდგომარეობებს როგორც არის შიში, შფოთვა, დანაშაულისგან რაღაც აკვიატებული მდგომარეობები, დეპრესია, აი ამ გარდა ჰორმონების მისტერიისა და ასე ვთქვათ ჰორმონების თავისებურებებისა თქვენ აპირებთ რომ სულიერი და ფსიქიკური აი ეს წიაღსვლებითაც ავხსნათ ამ მდგომარეობების მატერიალური საფუძვლები. მე მოგახსენეთ რომ ბაზისური განათლებით ვარ პათოლოგიური ანატომი. პათოლოგიური ანატომია იკვლევს პათოლოგიის მატერიალურ საფუძვლებს. ანუ რა მოხდა სტრუქტურულ დონეზე ისეთი რომ ასეთი ფუნქციური გაუკუღმართება და რა შეუძლია ადამიანს გააკეთოს და მე მახსოვს თქვენ ახსენეთ შეიძლება როგორ ვიფიქრო, როგორ შევხედო ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი შევცვალო. ანუ შეიძლება ჩემი რაღაცა გაცნობიერებებით შენ შეგიძლია ფიქრით შეცვალო სხეული. აი ეს არის ძალიან საინტერესო. აი მე რო ავიღო განტელები და ესე ვივარჯიშო, ხო, ორ თვეში მექნება უფრო მეტი კუნთები. ანუ მე ნებით შევცვალე კუნთოვანი მასა. თუ მე ბევრს ვკითხულობ, ჩემი ტვინის სინაფსური სისტემა გამდიდრებულია და თუ არ ვკითხულობ, არა. აი ალცჰეიმერი შეიძლება გადაავადო, თუ ბევრს იქ წაიგდო. თუმცა აინშტაინი ალცჰეიმერით გარდაიცვალა. არის რაღაც გენეტიკურად პირობადებული, მაგრამ შენ შეგიძლია ეს ლიმიტი ამოწურო, თქვათ 10 წელიწადში, ან ამოწურო 40 წელიწადში. ხო? თუ შენი ლიმიტი არის გულისცემა, თქვათ 5 მილიარდი გულისცემა დავუშვათ, ხო? და შენ ძალიან ბევრს დარბიხარ, ესე იგი შენი გულის ჩქარა იმუშავებს და ამ ლიმიტს ამოწურო ლიმიტები არსებობს. ჰეიფლიკის ლიმიტი, ასე ქვია, ეს არის უჯრედის გაყოფის ლიმიტი. აი 40 ჯერ გაიყოფა ფიბრობლასტი, მეტი არა. მაგრამ ამ გაყოფას თავისი ქრონომეტრაჟი აქვს, როგორი დატვირთვა აქვს. შეგიძლია ეს აი თქვათ 40 ლიტრი ბენზინი. ეს შეგიძლია ამოწურო, თქვათ ნორმალური სიარულის შემთხვევაში, თქვათ სიტყვაზე აი ამდენ დროში, თქვათ 3 დღეში და შეიძლება ამოწურო 1 კვირაში. ხო, ეს ახლა საინტერესოა. მაშინ რატო არის სულ რეკომენდაცია, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია, რომ ყოველდღიური ვარჯიში, დატვირთვა თუ ასე ვარჯიში. ხო. და არა შრომაგასწორებითი კოლონია. გასაგები. ანუ ეს ვარჯიში, ეს არის ფიზიკური კულტურა და არა გადაძაბვა. გასაგები. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონია და ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 27 მარტს საღამოს 8 საათზე ჯეოლაბში შეგეძლებათ დეა ყოლბაიას საჯარო ლექციას დაესწროთ და ამისათვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ. დიდი მადლობა და დიდი მადლობა მაყურებელს. ნახვამდის.